de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 191 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. 191 სარკისებური რიცხვია. ასევე ერთ-ერთი რიცხვია იმ კვადრპლეტიდან, რომელიც 2-ზე გამრავლებით და 1-ის მიმატებით, ასევე მარტივ სარკისებურ რიცხვს 383-ს იღებს. გახსოვთ, რა დრო იყო გააცემებს ასე რომ ვიწყებდით. მაშინ ჯერ კიდევ გქონდა ამის ნერვები. მაშინ ჯერ კიდევ ველოდებოდით არჩევნებს და ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ ქოცები დემოკრატიული გზით გააკეთებდნენ. საქართველოში თოვლი მოვიდა. საერთოდ თოვლი, წვიმა და სხვა ბუნებრივი მოვლენები არის ქოცების ნომერ პირველი მტერი. ნატოს, ევროკავშირის, ევროპარლამენტს, ამერიკის საელჩოს, დემოკრატიას, დასავლეთს, ყველასთან და ყველაფერთან შეუძლიათ იყვნენ უტიფრობის მწვერვალზე, რომ ეტლიკინონ, გააკრიტიკონ ხალხს და აჯერონ, რომ მართლები არიან, ამოქოქონ პროპაგანდა და რაც უნდათ, ის ექნან, ისე დაატრიალონ. მაგრამ აი თოლთან და წვიმასთან, ძალიან უჭირთ. იმიტომ რომ ვერც ნაცებს დააბრალებ, ვერც დიპსტეიტს, ვერც ოპომედიებს. რა გინდა როქნა? თოვლია და მოვიდა რა. უნდა გადაეწყოს მთელი პროპაგანდისტული მანქანა და უნდა იძახო, რომ ყველაფრის პოლიტიზირება არ შეიძლება. სტიქიასთან ბრძოლისთვის არათუ მზად არიან. ფიქრობენ, რომ არც უნდა იყვნენ. ბათუმის საკრებულოს ქოცი დეპუტატი ზურაბ ნაკაიძე აღშფოთდა კითხვებით, რატომ არ იყიდა მერიამ შესაფერისი ტექნიკა და განაცხადა: წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10-20 მილიონიანი ტექნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილად და კიდე მისი შენახვისთვის ვიხადოთ ხარჯები. ისეთი სახით თქვა ნაკაიძემ, თითქოს სულ ამის გადასახდელია. ამის ჯოჯოხეთი როგორია, იცით? უყენია საფთან 20 მილიონის ტექნიკა და სულ კაი ამინდებია. კაი ამინდები როგორ? თან მზეა და თან თოვლიც მოდის, მაგრამ არდებს. ზურა, შენ რო დევხარ 4 წელი საკრებულოში და ხელფასი იღებ, მაგამ ბავზე რა ვქნათ? წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ორჯერ ძვირია სპეციალურ თოვლისწმენ ტრაქტორზე. აი გვყავს 2 და ხშირად გვჭირდება. მაგაზე ვამბობ რამეს? იმას კი არ ვამბობ, რომ წყლის ჭავლის 2 მანქანის ნაცვლად 4 დიდი ტრაქტორი გვეყიდა, არა, ღმერთმა დამიფაროს. მე ვამბობ, რომ იქნებ სხვა ფულით გვეყიდა ეგ ტრაქტორები. სხვათა შორის დავინტერესდით ზურაბ ნაკაიძის ბიოგრაფიით და აღმოჩნდა, რომ დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტი, GPI. ძალიანაც არ ჩავეძიეთ მისი ბიოგრაფიის სიღრმეებს, უბრალოდ ერთი საკითხი ვერ გავიგეთ და იქნებ გამოგვეხმაუროს ზურაბი. ბიოგრაფიის მიხედვით 2006-2008 წლებში იყო შპს ხელვაჩაურ გაზის გაკოტრების მმართველი. ზურაბ, დაგვიწერეთ კომენტარებში, კარგად მართეთ გაკოტრება. გაასწო რა. გაკოტრების მართვა უფრო რთულია თუ კაი ცხოვრების. კომპანია მოგებაზე როა, ეგ უფრო რთული სამართავია თუ გაკოტრებული კომპანია. დიდ თოვლობაზე სწრაფი იყო რეაგირებაც. თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად გამოიყო საკმაოდ მსხვილი თანხები, აფრინდა დრონები, თოვლში ჩარჩენილებს ჩაუტანეს მედიკამენტები და საკვები. მოხდა უამრავი სახლის გადმოთოვლა და ადამიანების ევაკუაცია. ანუ ეს რაც შეეხება ნანუკა ჟორიშოლიას და მოხალისეებს. თავრობას რაც შეეხება, საქმის კეთების მაგივრად მოხალისეების გაშავებაზე არიან გადასულები. ვითომ ხალხის დასახმარებლად ჩავიდნენ და ფოტოპოზირებაში გაატარესო დრო, ასე ამბობენ. დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში ყობახას და ყაველას ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი სურათი გამოდო, სადაც სევდიანები და ამ ამბით დათრგუნულები სივრცეში იყურებიან. თუმცა სურათს თუ კარგად დააკვირდებით, ფანჯრის ანარეკლში გაშლილ სუფრას დაინახავთ. რატომ არიან სევდიანები?
გარეთ თოვლია, დასალევი ამინდია, სახში თბილა. სუფრაც გაშლილია. ერთი ვერსია მაქვს, რომ რავი, ალბათ ცხელები აგვიანებს. ბოლოს კი არჩილ თალაკვაძის ვიდეო გავრცელდა და სულ ჩავიქნიე ხელი. არჩილად თოლმავალზე ამხედრებული პოზირებს. უпроსტოდ კატაობს. ბიჭო, ხალხი 2 მეტრიან თოლში ფეხი ძლივს გადაადგილდება და მხრებზე ზურგჩანთები ძლივს მიაქვს საკვები და მედიკამენტები. ეს კიდე გაკვალულ გზაზე ვიღაც კაცი ყავს მომჯდარი უკვე აბღუილებს ამ თოლმავალს. ერთი პარკი რამე მაინც გჭეროდათ ხელში, რომ აი რაღაცა მიგაქვს. ან ნიჩაბი არ გინდა, ან ბარი, ან ქუდი შენთვის. ან სათვალის ჩასადები, რომ დაღამდება. აი ვინმე რო ყოფილიყო წამოსაყვანი, მე რა შვებოდით, რომელი დარჩებოდით. რა ის უკანა კაცი ალბათ ეს მაინც მესაჭე იყო და ერთ რჩევასაც მოგცემთ არჩი. თუ რამე სხვა დროს მაგით დიდ ახალ დადებულ თოლში არ წახვიდე. უფასო რჩევა იყო ეს. თუმცა თუ პატივისცემა მოგინდა, ლექსად შეგიძლია გაომეხმაურო. ვაღად იყავი მიშა, როგორც კომოსტვის ქვიშა რა. სტიქიის პარალელურად მიდის აქციები, რუსთაველი ყოველდღე იკეტება. მთავრობაც აძლიერებს რეპრესიებს. ზღუდავს მედიას და პროტესტის მონაწილეებს იჭერს, აჯარიმებს, აშინებს. 5,000 ლარიანი ჯარიმების ჩაბარება პოლიციამ აიღო თავის თავზე. ერთი გაბარებს ჯარიმას, მეორე ტელეფონით გიღებს. დანარჩენები შორიახლოს ბოლთას ცემენ. კიდევ კარგი თბილისში არაა დიდთოლობა, თორემ მერე გენახა მათი საწოდაობა. მაღლა რო უჭირავ ჯარიმის ქვითარი და რომ მოაპოს თოლს ესე პოლიციელიო. ვაი დედა. დღეს ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე არაფერს ვიტყვი. მოდი ცოტა დაალაგდეს, შემოყალიბდეს. რავი, აზრები დაალაგონ პარტიაში, ცოტა დათბეს. ახლა კი თებერვლის ტოპ 5-ის დროა. მართალია დღეს უკვე 1 მარტია, მაგრამ არა უშავს, წინა გადაცემაში ვერ დავითვალეთ კარგად. ძალიან მოკლე თვეროა თებერვალი გამოგრჩა, ჩვენც ადამიანები. თებერვლისთვის ტოპ 5 განცხადება, მოკლედ. მე-5 ადგილი. ირაკლი კობახიძე. იმედი გვაქვს ამინდის. დანარჩენს დაველოდოთ. ჩვენ ყველა სცენარისტვის ვართ მომზადებულები. ჩვენ ხო არ გვაქვს ამათი იმედი და თვითონაც არა აქვს თავის იმედი. ამინდის იმედი აქვს. თან ყველა სცენარისტვის მზად არიან, მაგრამ მაინც ამინდის იმედი აქვს. ვაი დედა, მე-4 ადგილი. მამუკა მდინარაძე. ძალიან ჩამოქვეით და მამუკა უმედლოდ დარჩა ამ თვეში. თუმცა მამუკასთვის ალბათ მე-4 ადგილის კაია, რავი. ყველგან მივდივართ პრაქტიკულად. შეუძლებელიც არაფერია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დროის ფაქტორია. დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ყველგან მივდივართ საბოლოო ჯამში. აი ესე. გაიგე, დროის ამბავი ყოფილა. თორე გამოზაფხულდება, დათბება, თოვლი დადნება, მე ნახეთ რა ქნა, ყველა სოფელში. ყველა სოფელში არჩილა მოტოციკლეტითაო. იმას ისე მოიჯენს თუ არა, არ ვიცი. მე-3 ადგილი. შალვა პაპუაშვილი. სტიქია გრძელდება, სტიქი არა, თოვლი არის, რომელიც კვლავ გრძელდება. ხო, თოვლი რომ მოდის და რო არ ჩერდება, აეგა შალვა სტიქია. ჩაიწერეთ, წვიმა, მაგრამ თუ დიდხანს წვიმს და არ ჩერდება, ეგ უკვე სტიქია. წყალდიდობებს, დატბორბებს იწვევს. ხარსაც აქვს თავისი გართულებული ვარიანტები. რავი, ახლა ხო არა, სიო, ნიავი, ქარიშხა, გრიგე, ტორნადო. მოკლედ, შალვა თუ რამე ამინდი არ მოგეწონათ, მოგწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე და აღვიწერეთ. რას ხედავთ და ჩვენ გეტყვით რა არის. მეორე ადგილი. ზურაბ ნაკაიძე. წინააღმდეგი ვარ რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ 10-20 მილიონიანი ტექნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილა. ზურაბ ნაკაიძის აზრით ზამთარი 4 წელში ერთხელ მოდის. ანუ ოლიმპიადასავითაა რა, წელს გვიწევს ზამთარი. მერე 3 წელი მშვიდობა. და ბოლოს პირველი ადგილი. ლადო ბოჟაძე. უნდა გკითხოთ, პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემენ პასუხს, ანუ რომ გაგიტაცებენ.
თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვთ ერთი ორში დარეკვას, დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. აცბაო კაცი. პირველად მოხდა გადაცემაში მისი განცხადება და ეგრევე პირველი ადგილი. ერთი განცხადება, ერთი პირველი ადგილი. ანუ ზოგი რამდენს წვალობს ხუთეულში ვერ ხვდება და დინარაძე აგერ რამდენი წელია დინარაძეა და ჯერ პირველი ადგილი არ ღირსებია. ყოჩა ღლადო, ყოჩა. კიდევ ბონუსიც გვაქვს. ტრამპი 19 თებერვალი. დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება. ტრამპი 27 თებერვალი. მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია. იდეალური კოცი იქნებოდა დონალდ ტრამპი. ამან ბიზნესს როგორ ვერ უნდა გაუგოს, არ ვიცი. მართლა ვერ ხვდები. ამერიკა კოცებს როგორ არ უჭებს ხას. არ რაღაცა სხვა ბაზარია. იმედია ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. ღმერთმა დალოცოს deep state-ი. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. სხვათა შორის, ტელევიზიების შესახებ ახალი კანონით კოკა-კოლას მოსმა აკრძალული არ არის. ახალი კანონპროექტით მთავრობას ნუ გააკრიტიკებდა. კოკა-კოლას სვი რამდენიც გინდა. ჩვენ ორივეს გავაკეთებთ ხოლმე, სანამ ეს ფიზიკურად შესაძლებელი იქნება. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემა ევროპამ გაიღვიძა? კითხვა ძახილის ნიშნით. 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დღეები იყო დარჩენილი, გადაცემაში თქვით. დასავლეთმა მგონი გამოიღვიძა. ამ სიტყვებიდან 3 წლის შემდეგ თლათ წელში გამართული ვერ ვამბობ, რომ ევროპამ გაიღვიძა, მაგრამ არც მხოლოდ კითხვის ნიშანს ვსვამ. იქვია ძახილის ნიშანიც. ევროპამ გაიღვიძა? აი გარე. ჩემი აზრით გაიღვიძა. გუშინ წინ 27 თებერვალს 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთს კიევის სამდღეში უნდა აეღო. რუსეთის გათვლა იყო შეეშინებინა უკრაინის მთავრობა. ზელენსკი გაქცეულიყო და შემდეგ პუტინს მარშით აეღო მთელი ქვეყანა. მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, სიძლიერით მეორე არმია, ანუ მაშინ ეგრე ითვლებოდა. ატომური სახელმწიფო რო ჯარებს მოგაყენებს, ძალიან რთული არ შეგეშინდეს და იარაღი არ დაყარო. 2008 წელს უკრაინაზე 9-ჯერ პატარა საქართველო არ დანებდა რუსეთს, არ დატოვა ქვეყანა სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ. ხალხმა, ჯარმა, მთავრობამ, დასავლეთმა ერთობლივად შეუნარჩუნეთ ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა. მაშინ რუსები და ქოცები იმდენად დარწმუნებული იყვნენ, რომ მთავრობა გაიქცეოდა, ომის დამთავრების მერე წლების განმავლობაში იძახდნენ, რომ წითელ ხიდთან გაქცეული ხალხის რიგები იდგაო. ვიცითო, იქ ვიყავითო. შეიძლება მართლაც იყო რიგები. 5000 ქოცი რომ მისულიყო მანქანით საზღვართან, რავი, ერთკვირიანი საცობი იქნებოდა იქა. ზუსტად რაც ვიცით არის ის, რომ ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა დარჩა ამ ქვეყანაში მთავრობასთან ერთად და საქართველოს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა. ხო და 9-ჯერ დიდ უკრაინას რა შეაშინებდა. არ ვიცი რის იმედი ჰქონდა პუტინს, მაგრამ 2022 წლის თებერვალს ზელენსკიმ ვიდეო გამოაქვეყნა. Президенты Акао, Аргавикецио. Всем добрый вечер. Лидер фракции тут, глава офиса президента тут, премьер-министр Шмигаль тут, Подоляк тут, президент тут. Всі ми тут, наші військові тут, громадяни суспільства тут, всі ми тут. Захищаємо нашу незалежність, нашу державу. І так буде й далі. Слава нашим захисникам, слава нашим захисницям. Слава Україні! Слава! ეს დღე და ეს ვიდეო დარჩება მსოფლიოს ისტორიაში. ზელენსკის გადაწყვეტილებამ, რომ ებრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, გადაარჩინა უკრაინაც, აღმოსავლეთ ევროპაც და საქართველოც. ამიტომაც ეზიზღებათ ქოცებს ზელენსკი. ზოგადად ლაჩრებს არავინ ეზიზღებათ ისე, როგორც მამაცი ადამიანები. ლაჩრობაზე გამახსენდა. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ქოცებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს პარლამენტში. გახსოვთ? რომელშიც რუსეთი არ უხსენებიათ. ანუ ისე სხვათა შორის ზოგადად გაამხნევეს უკრაინა, რომ აბა უკრაინჯან, აი ხნედიყავი. ის კი არა რუსეთის ჯარები მოგაყენეს ომი. ზოგადად ხნედიყავი რა. ხო და
ახლა რო იძახია რომ უკრაინის დამარცხება ჩვენი გამარჯვება იქნებაო, მაშინ არ იყო ეგრე. მაშინ ვითომ უკრაინისკენ იყვნენ, მაგას იტყუებოდნენ. ხო და ლაჩრული რეზოლუცია მიიღეს, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს ჩმორობდნენ, გაიგე? ანუ ჩაისვარეს, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს ჩაიჯვეს. ეგეთი რეზოლუცია იყო. სინამდვილეში ვისაც IQ 50-ზე მაღალი აქვს, ყველა ხვდებოდა რომ ქოცები რუსები იყვნენ და მალე ჩამოიხსნიდნენ ნიღაბს. დღეს ყველაფერს თავისი სახელი აქვს. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ აღარ გვეთამაშება პროდასავლურობანას. რა შეიძლება ითქვას ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე? რას ველოდით რომ მოხდებოდა და რა გვაქვს დღეს? სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ყველაფერი ისეა, როგორც წარმომედგინა 3 წლის წინ ომის დაწყებამდე. ამავე გადაცემაში ვთქვი. ნახოთ. რუსეთისთვის ადამიანის სიცოცხლე იმდენად უმნიშვნელოა, დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელი მსხვერპლი რაოდენობრივად არც ექნება დათვლილი. შეეძლოა ასე კონდეთ დათვლილი. დავკარგავთ 200 ტანკს, 100 თვითმფრინავს, 14000 ტონა ჯარისკაცს. და აი ეს დღეც დადგა. რუსეთს უჭირს ცოცხალ ძალაში იმდენად რომ ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს დასაკლავ ჯარისკაცებს და უჭირს შეიარაღებაშიც ფრონტზე რუსები უკვე გადაადგილდებიან ტანკებითაც და ჟიგულებითაც. როცა ჟიგულების რაოდენობა გადააჭარბებს ტანკების რაოდენობას, აი მაშინ უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ჩემი აზრით. ამ 3 წლის განმავლობაში რუსეთმა დასავლეთს არაერთი წითელი ხაზი დაუწესა. ამ წითელ ხაზებს თუ გადახვალთო, ატომურ ბომბს ვისვრიო. პირველი წითელი ხაზი იყო ლეტალური იარაღის მიწოდება უკრაინას. ანუ უკრაინას იარაღს თუ მისცემთ, ინანებთო ძალიან. უკრაინამ მიიღო ჯაველინები, სტინგერები, ნაღმები, ბევრი საჭირო რამ. ეს წითელი ხაზი პუტინმა უკან გაიკეთა. შემდეგი წითელი ხაზი იყო ჰაიმარსები. ჰაიმარსები არ მისცემთ უკრაინას, თორე თქვენ თავს დააბრალეთო. უკრაინამ მიიღო ჰაიმარსები. სახე გააძრო რუსულ ლოჯისტიკას განსაკუთრებით. შემდეგი წითელი ხაზი იყო ტანკები და ჯავშან ტექნიკა. უკრაინისთვის ტანკების გადაცემა არც იფიქროთო. ზედმეტებში არ გადახვიდეთო. მართლა და მართლაო. საკმაოდ იყო ყმანა დასავლეთმა და შემდეგ უკრაინას გადასცა ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ასე შემდეგ. შემდეგი წითელი ხაზი იყო შავი ზღვის ფლოტი. რუსეთმა ჩვენი შავი ზღვის ფლოტი ნაკაწრი არ ქონდესო, თორე ატომურ ბომბებს გაჭმევთო. საბოლოოდ ჭამეს თვითონ და შავი ზღვის ფლოტის 40% განადგურდა. დანარჩენი იძულებული გახდა ყირიმი დაეტოვებინა. წითელი ხაზი იყო ყირიმის ხიდი და ზოგადად ყირიმის დაბომბვა. ყირიმის ხიდი პუტინის სიამაყეა და ხელი არ დაედოსო. ხო და იმდენჯერ დაიბომბა ყირიმის ხიდი, რომ სამხედრო ექსპერტებმა გატრაკება დაიწყეს, რომ რაკეტებს რატო ხარჯავთ ამ ხიდზეო? არა ეგეთი მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეო. გავიცილეთ გვეყო, უფრო მნიშვნელოვან სამიზნეზე გამოვიყენოთო ეს იარაღი. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე პუტინმა ჩაატარა რეფერენდუმი. გსურთ თუ არა რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეთ? და ვის არ უნდა? ადგილობრივი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით ეს ტერიტორიები გახდა რუსეთის ნაწილი. ასე გაჩნდა ახალი წითელი ხაზები. ეს ტერიტორია უკვე რუსეთს ეკუთვნისო და რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაო, ხო იცით რას ნიშნავსო? ვალდებული ვიქნებითო, ჩვენი დოქტრინითო, ატომი ვისროლოთო. განა გვინდაო ატომისო, მაგრამ დოქტრინა გვაქვს ეგეთი. ჩვენს მიწას თუ ვინმე წაიღებს, უნდა ვისროლოთო, რა ვქნათ. ხო და უკრაინამ დაიბრუნა ხერსონი. და ეს წითელი ხაზიც, როგორ თქვა, ქართველებს გვაქვს ერთი კაი გამოთქვა. ყალბეზე ბანტი. რუსეთის წითელ ხაზებს ჯერჯერობით ბანტად იყენებს უკრაინა. პატრიოტთა სისტემები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, კაი, გავიცინეთ და გვეყო რუსეთმა. აქამდე რაც გითმინეთ, ეხა სერიოზულად პატრიოტებიო, არ მისცეთ უკრაინას. თქვენივე კეთილდღეობისთვის აჯობებსო. ეს წითელი ხაზები ისე დაიკიდეს, რომ უკრაინას რუმინეთმაც მისცა პატრიოტთა ერთი სისტემა. ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჯამში 25 პატრიოტი მჭირდებაო. ახალი წითელი ხაზი მოგიფიქრეთ რუსებო. უკრაინას 24-ზე მეტი პატრიოტი მიეცემა და მე თქვენ თავს დააბრალეთ. შემდეგ წითელი ხაზი იყოს ეგა. კიდე ერთი წითელი ხაზი იყო რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ზოგადად ენერგოობიექტები. მე ამას შავ ხაზს დავარქვევდი, იმიტომ რომ დღე არ გავა რუსეთში ცაზე შავი ხაზი არ ავიდეს, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაც ფეთქდება. შემდეგი წითელი ხაზი იყო თვითმფრინავები, ავიაცია არ მისცეთ უკრაინასო, თორემ სასწაულს ვიზავთო. ჯერ ხო F-16-ებზე წავიდა უკრაინელების გადამზადება. მერე საფრანგეთმა რატომ მარტო F-16-ებიო, გადასარევი მირაჟები მყავსო. შვედეთმა ჩემ გრიპენებს რას უწუნებთო?
ჯერ ტაიფუნების გადაცემაზე არ თქულა არაფერი, მოდი ეგ იყოს წითელი ხაზი. შემდეგი წითელი ხაზი იყო ატაკამსები. ატაკამსები მისცეს უკრაინას, მაგრამ არ შეეძლო ატაკამსების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება. რუსეთმაც, კაიო, ჯანდაბა ატაკამსები ჰქონდეთო, მაგრამ ჩვენ ტერიტორიაზე შემთხვევით არ გადმოვარდესო, თორე ატომს გესვრითო. აქ უკვე რუსეთი მოქმედებაზეც გადავიდა მეტი დამაჯერებლობისთვის რუსეთმა უკრაინას ესროლა რაკეტა, რომელსაც მიაქვს ბირთვული ქობინი. შემდეგშიო ბირთულ ქობინიანს გესვრითო. ახლა მარტო ეს ტრუბა გესროლეთო მხოლოდო. აი ეგეთი ის იყო, რავი. რა თქმა უნდა, რუსეთის მუქარა დაიკიდა ყველამ და უკრაინამ ატაკამსებით რუსეთის ტერიტორიის დამუშავებას დაიწყო. ბოლო წითელი ხაზი იყო რუსეთის სუვერენული ტერიტორია, რუსეთის მართლა ტერიტორია რა. ანუ მან ეხლა რაც წაგართვით კი არა, აი ჩვენი რაც იყო სულო, მან ფეხს გადმოდო უკვე მართლა რავი, დოქტრინა გვაქვს ეგეთიო, ჩვენ ტერიტორიაზე დავდაცვა. უდრის ბირთულის ხო და დღემდე ტრუსიკი დარბის უკრაინა კურსკის ოლქში. ანუ ტრუსიკი ცირბი ხა გამოთქმა ასეთი, რომელიც აღნიშნავს ადამიანის მოურიდებლობას გარშემოყოფების მიმართ, თორე ამ სიცივეში ეხლა კურსკში ვინ ირბეს ტრუსიკით. იდიომია უკვე. ხო, ერთი წითელი ხაზი დაგვავიწყდა. ნატო არ გაფართოვდეს, თორე გადავწვავ დედამიწასო. არა, უბრალოდ ორი წითელი ხაზი გამოვიდა რომ დამავიწყდა. ანუ ფინეთიც შევიდა ნატოში და შვედეთიც. ესენი ცალ-ცალკე წითელი ხაზები იყო. ასე იყო ეს ამბავი. ამ 3 წლის განმავლობაში პუტინის ყველა წითელი ხაზი უკრაინამ და პუტინმა გადააქციეს პენისის ბანტად. აქედან გამომდინარე კი დასავლეთმა გაიღვიძა. ნამდვილად შეიძლება ამის თქმა. დასავლეთი მიხვდა რომ რუსებს ესმით მხოლოდ ძალის ენა. რუსეთს არ შეუძლია თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ან რუსეთი სვამს წყაროდან წყალს, ან შენ. ორივემ რო დალიოთ, ეგეთი სამყარო ვერ წარმოუდგენიათ. ანუ რას იძახი რომ შენ მიხვალ დალევ, მერე გამოიწევი, მე მივად რასი ვისჯერა ეგეთ, რამდენი წლის ხარ. რუსეთისთვის მართლა წარმოუდგენელია ეგ. არ არიან განვითარების მაგ საფეხურზე. ამიტომაც დასავლეთში გაჩნდა ტერმინები: ძალისმიერი მშვიდობა, მშვიდობა ძალით, მშვიდობის მოგება და ასე შემდეგ. რუსეთთან მშვიდობას უნდა მიაღწიო გამარჯვებით. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ეს 3 წელი იდეალურად მივდიოდით აქეთკენ. რუსეთმა თითქმის მთლიანად გახარჯა საბჭოთა სამხედრო მარაგები. ახალი შეიარაღების წარმოება ახლოსაც არ არის საჭიროებასთან. ეკონომიკას უკვე ერხევა, სანქციების ეფექტმა ნელ-ნელა უკვე დაიწყო მუშაობა და ეს საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მაგრამ გამოჩნდა ტრამპი, რომელმაც შეიძლება არიოს ყველაფერი. დღეს რუსეთის ამ სიტუაციიდან გამოძვრენა შეუძლია მხოლოდ ტრამპს, მაგრამ აქაც გვაქვს ერთი კარგი ამბავი. ტრამპმა 1 წლით გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. გვაქვს მეორე კარგი ამბავიც. გერმანიის არჩევნებში დამარცხდნენ სირები. გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, გააზრდის გერმანიის თავდაცვის ხარჯებს, იზრუნებს ევროპის უსაფრთხოებაზე. მასკი რო ყობებს იტყვის, არ მოუთმენს და ასე შემდეგ. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ყველაფერი. ჯერჯერობით არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც 2-3 კვირის წინ ჩანდა. ანუ ტრამპმაც დაიწყო დაყენების პროცედურა, გერმანიის არჩევნებიც მოვიგეთ, მანამდე საფრანგეთიც, უკრაინა ისევ მტკიცედ დგას და რავი, სიკეთის გამარჯვების შანსები არც თუ ისე მცირეა. ამიტომ ყურები არ ჩამოვყაროთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი წილი ბოროტების დასამარცხებლად. სულ ესაა რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა, შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.